მე იმ მილიონთაგან ერთ-ერთი ემიგრანტი ვარ და მინდა გითხრათ, რა სარგებლობა აქვს ქვეყნისთვის, ხალხისთვის უვიზო მიმოსვლას. დღევანდელი ხელისუფლების ქართული ოცნების წყალობით სიმწრით მოპოვებული ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საათუო ხდება. ქართველები სამუშაოდ ჯერ კიდევ 90-იან წლებში წავიდა, ზოგი ლეგალურად, ზოგი არალეგალურად. ერთ-ერთი ვარ მე. 2013 წელს დავტოვე საქართველო და ჩამოვედი იტალიაში, არალეგალად. საბუთის გაკეთება დავიწყე 2016 წელს და დასრულდა ჩემი საბუთის გაკეთება 2023 წლის თებერვალში. მე ამ წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი რეალში არ მინახია. ოჯახის მონატრება გადაქონდა ამ სკაიპის მეშვეობით. რომ არა ეს სკაიპი პირადად მე ალბათ ვერ გაუძლებდი და ვერ გადავიტანდი. რაც საქართველოს მიეცა იმის საშუალება უვიზო მიმოსვლის, ეს ძალიან დიდი იშვება იყო ჩვენთვის ქართველი ემიგრანტებისთვის. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ეს დიდი სიხარული იყო და დიდი მონაპოვარი იყო ჩვენთვის. შევძელით ჩვენ ემიგრანტებმა ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება, ჩვენს ოჯახებში დაბრუნება, ჩვენ იმ მონატრებული შვილების ჩახუტება. ასევე ზოგმა აქეთ ჩამოიყვანა თავისი ოჯახი, მშობლები, შვილები, მეუღლეები, ვის როგორ მოუხერხდებოდა ისე. ასევე გახდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ გაიღო სწავლა-განათლების კარი. ანუ ჩვენი ახალგაზრდობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ღებულობს განათლებას. ასევე ბევრმა ქართველმა დაიწყო მოგზაურობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მათი კულტურის ცნობა. ჩვენ ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქართველები მკურნალობას ღებულობენ, სამედიცინო დახმარებას ღებულობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ დაიკეტება ეს კარი, ანუ თუ გაუქმდება ეს უვიზო მიმოსვლა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნისთვის, ასევე ხალხისთვის. ის ხალხი, რომელიც აქ სამედიცინო დახმარებას ღებულობს, ანუ მკურნალობს, იმათ არ ვიცი, საავალალო იქნება, ანუ ბევრი სიცოცხლე შეეწირება, რადგან არ ეცოდინებათ მიიღებენ თუ არ მიიღებენ ამ ვიზას. იმ ვიზის გარდა რამდენი საბუთი სჭირდებათ კიდევ. ამ მხრივ ჩვენი ასევე ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა ეკონომიური თვალსაზრისით. ყველამ კარგად ვიცით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან რამხელა თანხა, რამდენი მილიონი ლარი შედის გზავნილების სახით. ნათელი ამ კუთხით არაფრის შეცვლას არ აპირებს დღევანდელი ხელისუფლება და პირიქით გეზი აქვს აღებული იზოლაციისკენ. ქვეყანა უნდა მოაქციოს, ანუ დაამსგავსოს პოსტსაბჭოთა ქვეყანად. ამიტომ ხალხნო არანაირად არ უნდა დავთმოთ, მოქმედების დროა, ვიბრძოლოთ ყველგან, სანამ გვიან არ არის. ეს თქვა ჩვენმა მზია ამაღლობელმა და მართლაც სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიბრძოლოთ ყველგან, სანამ გვიან არ არის. და ბოლოს მე იმას დავამატებდი, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმრის დედა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.